რა მოხდება თუ გეტყვით, რომ საქართველო რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება? ოღონდ ისე, რომ არც ერთ კანონს არ არღვევს. ორი რუსი, ერთი ქართული კომპანია და სქემა, რომელიც ასე სუფთად მუშაობს, თითქმის კვალის გარეშე. ჩვენ ეს ამბავი ათასობით მონაცემებს შორის, საერთაშორისო ვაჭრობის ბაზებში ვიპოვეთ და დეტალურად გამოვიკვლიეთ. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა. დიდმა ავტომწარმოებლებმა, მერსედესმა, ვოლვომ, სქანიამ რუსეთი დატოვა. მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით მათი ტრაილერები რუსეთში მაინც აღწევენ. კომენტარებში გვიწერენ ხოლმე, ევროპული ქვეყნებიც მონაწილეობენ ამ სქემებში და თქვენ საქართველოზე რატომ საუბრობთო? რა ვქნათ, ჩვენ საქართველოს ამბებს ვაშუქებთ. ევროპული ქვეყნების ამბებს იქაური ჟურნალისტები გააშუქებენ. ამიტომ მსგავსი კომენტარების წერისთვის დროს ნუ დახარჯავთ. ჩვენც ვიცით რა ხდება სხვა ქვეყნებში, მონაცემებს და სტატისტიკას დეტალურად ვხედავთ. ახლა გაიცანით რუსები, ნიკოლაი აგეევი და ალექსეი გორსკი. მათ საქართველოში 2018 წელს შექმნეს კომპანია Palfinger Georgia და ძალიან ჭკვიანურადაც იყენებენ მას. Palfinger Georgia საქართველოში ავსტრიულ ბრენდს Palfingers წარმოადგენს. ამ ავსტრიულ კომპანიას რუსული ბაზარი დღემდე არ დაუტოვებია. 2023 წელს ქართულმა Palfingerმა საქართველოდან ყირგიზეთში Mercedes-ის 4 ახალი, წითელი ტრაილერი გაყიდა. ბაზებში ვნახეთ, რომ ისინი ყირგიზეთში არ ჩასულა. ტრაილერები რუსეთში დარჩა. დავურეკეთ კომპანიის დირექტორს. დეკლარაციაში მე ვწერ იმ ქვეყანას და ვყიდი იმ ქვეყანაში, რომელიც მედანაც მაქვს შეკვეთა. კაც თურქეთიდან მაქვს შეკვეთა. მირიცხავენ თანხას და ვყიდი ვაექსპორტებ თურქეთში. ტრანსპორტირებას მე არ ვახორციელებ, არაფერს მე არ ვიყიდი თურქეთში. მე გავაექსპორტებ მხოლოდ ექსპორტის დეკლარაცია და აიყვანეს თვითონ. გასაგებია. და მე რა მოხდა? მე ეხლა ნახე ამ თემპოში მოდის რა და მე საიდან მოვიგო ეს რაღაცები საწავიდა. მე რა შუაში ვარ. მე თუ მექნება შეკვეთა მომავალში ამ კომპანიებიდან, მე ვეთქვი, თქვენზე მაქვს ესა და ეს ინფორმაცია და თქვენ აღარ მოგყიდით ამ მანქანას. ამ საუბრის შემდეგ კვლევა გავაგრძელეთ და მონაცემთა ბაზებში ვიპოვეთ, რომ ის რუსული კომპანიებიც, რომელთანაც ტრაილერები ჩაიყვანეს, აგეევსა და გორსკთანაა დაკავშირებული. ანუ რუსები ქართული კომპანიით რუსულ კომპანიას აწვდიან სანქცირებულ ტვირთს. ზითისებერი, რომელსაც საქართველოდან Mercedes-ის 2 წითელი ტრაილერი გაუგზავნეს, თავად აგეევსა და გორსკს ეკუთვნით. Logispothi კი ფორმალურად სხვა პირებზეა რეგისტრირებული, მაგრამ მაინც ამ ორ რუსთანაა კავშირში. ორივე კომპანიის იურიდიული მისამართი ერთია. ის, სადაც გორსკისა და აგეევის კიდევ 6 სხვა კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლიდან Palfinger Georgia-მ რუსეთში $1,200,000 ევროპული პროდუქცია გაიტანა. მაგალითად, მძიმე ტექნიკის ნაწილები, ფოლადისა და პლასტმასის ნაწარმები, ჰიდრავლიკური ცილინდრები და რეგულატორები. მიმღები ყოველჯერზე კომპანია Logispothi-ა. ამ კვლევის დასრულების შემდეგ კომპანიის დირექტორს ისევ ვურეკავდით, თუმცა აღარ გვიპასუხა. ტექსტური შეტყობინებით ვაცნობეთ, რომ სქემის შესახებ მეტი დეტალი ვიცოდით და თუ რამე ჰქონდა საპასუხოდ, ეთქვა. მისგან პასუხი აღარ მიგვიღია. საქართველო ფორმალურად არ არღვევს სანქციებს, რადგან ერთი შეხედვით ჩანს, რომ ტვირთი ყირგიზეთში, ყაზახეთში ან აზერბაიჯანში მიდის. ამიტომ შემოსავლების სამსახურს შეუძლია თქვას, ეს ჩვენი საქმე არ არის. ოფიციალურ მიმოწერაში, რომელიც ამ უწყებასთან გვაქვს, დაახლოებით ასეც ამბობენ, რომ ვერ გააკონტროლებენ ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილს. ინტერვიუზე არ გვთანხმდებიან, რომ უფრო დაწვრილებით აგვიხსნან რა უშლით ხელს. არადა ამ ხრელის ამოსავსებად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მათაც შეუძლიათ. მაგალითად, გამოიწვიონ საეჭვო ექსპორტიორები, მოითხოვონ ტვირთის საბოლოო მფლობელების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. დროებით შეუჩერონ რეექსპორტის საეჭვო კომპანიებს. მესამე ქვეყნებში მიმავალი ტვირთის შემთხვევაში მოითხოვონ დამატებითი გარანტია, რომ საქონელი რუსეთში არ მოხვდება. პერიოდულად გადახედონ საერთაშორისო ვაჭრობის ბაზებს და ნახავენ სინამდვილეში სად მიდის საქართველოდან ვითომ და ყირგიზეთში ექსპორტირებული ტვირთი. მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, მეტი მონდომება და ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა. რა შუაშია ეს? საქართველოს ვერანაირ სარგებლობს აქედან ვერ იღებს, აქედან სარგებლობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან აი ამ სქემებში, ეს არიან თავად, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებული
პირები, თავად პოლიტიკური პარტიის ამ ქართული ოცნების წევრები, ხოლო რაც შეეხება ხალხს, ჩვენ სრულად საპირისპიროს ვადევნებთ თვალყურს, რეალურად სიტუაცია მძიმდება ყოველდღიურად და კიდევ ერთხელ გავემეორებ, ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთო იმიჯზე, საქართველოს ყველაზე დიდი დანაკარგი რაც განიცადა ბოლო 2-3 წლის მანძილზე, ეს არის ჩვენდამი დასალური ნდობის დაკარგვა. რაც იქნება ყველაზე რთულად აღსადგენი. ჩვენ გვესმის რომ მრავალი წელი ჭირდება დასავლეთის იმის დანახებას, რომ შენ ხარ რეალურად პროევროპული, შენ ხარ რეალურად ევროპული დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყანა, მატარებელი ქვეყანა და ეს ყველაფერი გაილია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც ამ პოლიტიკურ პარტიამ გადაწყვიტა რომ წასულიყო პირდაპირ წინააღმდეგობა შესულიყო ევროპასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დაეჭირა აერთშია მხარე, ეს არის რუსეთის მხარე. შემოსავლების სამსახური ამ სქემების შემჩერებელი არაა, მაგრამ თუ მსოფლიოს სურს, რომ სანქციებმა მართლა იმოქმედოს, მაშინ ამ ხვრელების დახურვაზე მეტი უნდა იმუშაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოდან რუსეთში კიდევ ბევრი წითელი ტრაილერი ჩავა. შესაბამისად, რუსეთი ომს კიდევ დიდხანს გააგრძელებს.